იტალიის ქალაქ მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე დღეს ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას და ვიცე-პრეზიდენტ რაფაელე კატანეს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-იტალიის ურთიერთობებზე, თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე. შეხვედრაზე კახა კალაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მილანი მისთვის მშობლიური ქალაქია, სადაც არაერთი წელი იცხოვრა და სურვილი გამოთქვა ყველა იმ რესურსის გამოყენების, რაც თბილისსა და მილანს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს. ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტმა ატილიო ფონტანამ მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ბიზნეს დელეგაციასთან ერთად მალე თბილისს ეწვევა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზოგადად ლომბარდიის რეგიონის დაახლოებას ჩვენს დედაქალაქთან. თქვენ იცით, რომ აღნიშნული რეგიონი არის ერთ-ერთი წარმატებული იტალიის ეკონომიკაში და ზოგადად ევროპაში უდიდესი წვლილში აქვს ამ რეგიონს და ზოგადად ბიზნეს სექტორის მხრიდან ძალიან დიდია ინტერესი საქართველოს მიმართულებით. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ მზად ვართ უმასპინძლოთ ფორუმის სახით იტალიელ ბიზნესმენთა ჯგუფს, რომელთაც აქვს სურვილი საქართველოში განახორციელონ სხვადასხვა ტიპის ინვესტიციები. საქართველოს ხელისუფლება, დედაქალაქის მთავრობა მზად არის ამ ურთიერთობებს ხელი შეუწყოს და კიდევ უფრო გააღრმავოს და მეგობრული გახადოს. ძალიან მოხარულები ვართ დღევანდელი შეხვედრის თბილისის მერთან. გვახარებს ის ფაქტი, რომ ქალაქ მილანში გაიხსნა საქართველოს საკონსულო, რომელთანაც უკვე გვაქვს საქმიანი ურთიერთობები. როგორც იცით, ლომბარდიის რეგიონი არამხოლოდ იტალიაში ევროპის მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიის განვითარების მაღალი დონით. შესაბამისად, გვაქვს სურვილი გავაღრმავოთ ურთიერთობა საქართველოსთან, თბილისთან. დღეს თბილისის მერისგან მივიღეთ შემოთავაზება ვიმუშაოთ ლომბარდიის რეგიონიდან ბიზნეს დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე თბილისში. მნიშვნელოვანია წინასწარ შეთანხმდეს მხარეებისთვის საინტერესო საკითხები, რათა ეს ვიზიტი იყოს ნაყოფიერი, ასე რომ გამოვთქვამთ მზადყოფნას ვიმუშაოთ ამაზე.